მოგესალმებით, მე ვარ ნინო სოფრომაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის ლექტორი. როდესაც თქვენ გაივლით რეგისტრაციას ჩვენს ვებ-გვერდზე და შეიძენთ სააბიტურიენტო პაკეტს ან ერთ ინდივიდუალურ საგანს, მიიღებთ სხდომას სრულ სააბიტურიენტო პროგრამაზე. ამ ვიდეოში კი გიამბობთ, რა შეისწავლით კონკრეტულად ქართული ენისა და ლიტერატურის სააბიტურიენტო კურსზე. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორი დავალებისგან შედგება. პირველი ეს არის ტექსტის რედაქტირება, რომელიც ფასდება უმაღლესი 16 ქულით, ხოლო მეორე დავალება ორ ნაწილად იყოფა. წაკითხulis გააზრება, მაქსიმალური 10 ქულით ფასდება და თხზულების წერა, რომლის უმაღლესი შეფასება არის 34 ქულა. აქედან გამომდინარე, თქვენთვის უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში გრამატიკული დარგების შესწავლა. მათ შორის მორფოლოგიის, სინტაქსის, სტილისტიკის და პუნქტუაციის. რაც შეეხება გამოცდის ლიტერატურულ მხარეს, მხატვრულ ტექსტებში შეძლებთ წერლის მთავარი სათქმელის ამოცნობას. მიხვდებით პერსონაჟის ქცევის мотиваციას. გეცოდინებათ მხატვრული ხერხების შესახებ. ამასთან ერთად გაიუმჯობესებთ ლექსიკურ მარაგს. აი სულ ეს არის, რასაც თქვენ გაივლით სააბიტურიენტო კურსზე, წარმატებას გისურვებთ.